რუსთაველის გამზირზე შეკრებილები ამბობდნენ, რომ ჯარისკაცებმა დღემდე არსებული მოსაზრება, რომ არმია ძლიერი და კარგად მომზადებულია, კიდევ უფრო გაამყარა. დღევანდელ აღლუმს ტრაგიკულად დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტისა და პირველი ლედის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ჯარისკაცის ფორმაში გამოწყობილი ბავშვები საზეიმო აღლუმს თვალს ტრიბუნებიდან ადევნებდნენ. კოკადემურიას დედის მსგავსად ჯარისკაცობას სურს. მომეწონა ვერტალიოტი, ტანკები, ჯარისკაცები და კიდე მანქანები. რა თქმა უნდა, ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა, ეჭვით არ მეპარებოდა, რომ ესე იქნებოდა და ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო, ისე როგორც დღევანდელ დღეს შეეფერა. აღლუმის სპეციალური სტუმრები დღეს კაჩინსკები იყვნენ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქართველებთან ერთად მარია კაჩინსკის ძმამ და ოჯახის სიძემ იზეიმეს. აღლუმს დაესწრო პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსიც. მიხეილ სააკაშვილმა აღლუმის მონაწილეებთან ერთად ლეხ და მარია კაჩინსკების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე პოლონეთისთვის, რომ ჩვენი დელეგაცია ახლა აქ არის. გუშინ ჩვენ ბათუმში მარია და ლეხ კაჩინსკების სახელობის ბულვარი გავხსნით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია პოლონურ-ქართული მეგობრობისთვის. თქვენი დღესასწაული ჩვენი დღესასწაულია. მე აქ პრეზიდენტის და მისი მეუღლის მოწვევით ჩამოვედით. ჩემი ვიზიტის მიზანი პრეზიდენტ კაჩინსკის და მისი მეუღლის სახელობის ქუჩის გახსნაზე დასწრება იყო. საქმე იმაშია, რომ მარია კაჩინსკა ჩემი და იყო. აქტოვანებული ვარ აღლუმით, ეს რაც ვნახე სახელმწიფოს ძლიერებაზე მეტყველებს. მიხარია, რომ ქართული არმია ვითარდება. საზეიმო აღლუმზე დღეს ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი დიპლომატებიც გამოჩნდნენ. აღლუმს პირველი ლედიც ესწრებოდა. სტუმრების თქმით, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას აუცილებელი და სიმბოლური დატვირთვა აქვს. გვიცევს ხშირად ბრძოლა ჩვენი დამოუკიდებლობისთვის და ეს როგორც არასდროს აქტუალურია. ამიტომ ჩვენ უნდა ვიზეიმოთ და თელი ქვეყანა უნდა გულოცო, რომ არის დამოუკიდებელი, რომ არის ძლიერი სახელმწიფო, ყველაფრის მიუხედავად და მივდივართ წინ. ძალიან კარგია ის, რაც დღეს აქ იყო წარმოდგენილი, გამოჩნდა ქართველების სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს. ძალიან მიხარია აქ, რასაც ვხედავ, ფაქტია, რომ ქართული არმია ვითარდება. ქართველ ხალხს კი ამ დღესასწაულზე ყოველივე სიკეთეს ვუსურვებ. ჩემი ხატია სამშობლო. საქართველოს ჰიმნი შეიარაღებული ძალების ორკესტრის თანხლებით მარიამ კახელაშვილმა შეასრულა. პატარა მომღერალი ბედნიერია, რომ პირველად დაესწრო აღლუმს და საზეიმო ვითარებაში იმღერა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ და შევასრულე საქართველოს ჰიმნი. ყველას ძალიან დიდ მადლობას ვუხდი, ვინც მომცა საშუალება ამ დღეს მიმღერა შემესრულებინა ჰიმნი და ყველას დიდ მადლობას ვუხდი ასეთი დაფასებისთვის. მთავარ ტრიბუნაზე უმაღლესი მთავარსარდლის გვერდით კი 2010 წლის სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები მოხვდნენ. მათემატიკის ოლიმპიადაში ვარ გამარჯვებული მე-9 კლასელი. მთელ საქართველოს ულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს უსურვებ გაერთიანებას და გაძლიერებას. პრეზიდენტის სიახლოვეს ვიდექი და ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ კარგად ორგანიზებული აღლუმი იყო ნამდვილად. აუცილებელი აღნიშნა, რა თქმა უნდა, ყოველთვის და ყველა ქართველისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობის დღესასწაული არის. აღლუმის ტელეეკრანებიდან ნახვას ბევრმა დასწრება ამჯობინა. რუსთაველის გამზირზე მოსახვედრად სპეციალურად რეგიონებიდანაც ჩამოვიდნენ. ქართველ ჯარისკაცებს გამარჯვება ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებმა კი ტრიბუნებიდან უსურვეს. მყავს ბიძა დაღუპული ომში. 2008 წლის აგვისტოს შედეგად დაიღუპა. ოსებმა მოკლეს და რავი, აღლუმი იყო ძალიან გადასარევი. მან ყოფილიყო ჩვენი ჯარისკაცებით და გაუმარჯვეს ქართულ არმიას. სპეციალურად ბათუმიდან ჩამოვედი, ბათუმის მოქალაქე ვახლავართ, აღლუმის ანახავართ, არასდროს არ ყოფილიყო აღლუმზე. მაინტერესებდა როგორ შეიარაღება აქვს საქართველოს, როგორ დავწმუნდი, ძალიან მიამაყება ჩვენი ჯარით. ქართული ჯარის და საბრძოლო შეიარაღების წარმოდგენის შემდეგ რუსთაველის გამზირზე აღლუმის საზეიმო ცერემონიით დასრულდა. სიმბოლურად საქართველოს დროშის ფერებში ცაში მშვიდობის ნიშნად ასობით ბუშტი გაუშვეს.